Bhagavad Gita, თავი მე-11, სამყაროსეული ფორმა, ლექსი 44. შენ ახარ უზენაესი უფალი, სათაყვანებელი ყოველი ცოცხალი არსებისთვის, ამიტომ მიწას ვემხობი, რათა თაყვანი გცე და მოწყალება გთხოვო. როგორც მამა ითმენს შვილის თავხედობას, მეგობარი მეგობრის კადნიერებას, ან ცოლი მეუღლის მოურიდებლობას, გთხოვ მოითმინე შეცდომები, რომლებიც შენს მიმართ დამიშვია. განმარტება. კრიშნას ერთგულებს სხვადასხვა სახის ურთიერთობა აკავშირებს კრიშნასთან. ზოგი ექცევა კრიშნას როგორც შვილს, ზოგი როგორც ქმარს, მეგობარს, ან როგორც ბატონს. კრიშნას და არჯუნას მეგობრობა აკავშირებდათ, როგორც მამა, ქმარი ან ბატონი ითმენს, ასევე ითმენს კრიშნაც. ლექსი 45. სამყაროსეული ფორმის ხილვის შემდეგ, რომელიც აქამდე არ მინახავს, გახარებული ვარ, მაგრამ ამავე დროს ჩემი ჭკუა შეპყრობილია შიშით, ამიტომ გთხოვ, გაიღე ჩემდამი წყალობა და კვლავ გამინდე ღმრთების პიროვნების შენი ფორმა, ო უფალთა უფალო, ო სამყაროს განსასვენებელო. განმარტება. არჯუნა მუდამ კრიშნას ნდობით სარგებლობს, ვინაიდან მისი ძვირფასი მეგობარია. არჯუნას ძალიან უხარია იმის დანახვა, რომ მისი მეგობარი კრიშნა ღმრთების უზენაესი პიროვნებაა და შეუძლია ასეთი საოცარი სამყაროსეული ფორმის გამოვლენა. მაგრამ ამასთან ერთად, სამყაროსეული ფორმის ხილვის შემდეგ, ეშინია, რომ წმინდა მეგობრობის გამო არაერთი შეურაცხყოფა აქვს მიყენებული კრიშნასადმი. ამგვარად, მისი ჭკუა შიშით არის შეპყრობილი, თუმცა საამისო მიზეზი არ გააჩნია. ამიტომ არჯუნა თხოვს კრიშნას უჩვენოს მისი ფორმა, ნარაიანა, ვინაიდან კრიშნას ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია. ეს სამყაროსეული ფორმა ისევე მატერიალური და დროებითია, როგორც მატერიალური სამყაროა დროებითი, მაგრამ ვაიკუნთა პლანეტებზე კრიშნას თავისი ტრანსცენდენტული ოთხხელიანი ნარაიანას ფორმა აქვს. სულიერ ზეცაზე უამრავი პლანეტაა და ყოველ მათგანზე კრიშნა იმყოფება თავისი სრული გამოვლინებების სახით, რომლებიც სხვადასხვა სახელებით არიან ცნობილი. ამგვარად, არჯუნას სურდა ეხილა ვაიკუნთას პლანეტებზე გამოვლენილი ერთ-ერთი ფორმა. ცხადია, ყოველ ვაიკუნთა პლანეტაზე ნარაიანას 4 ხელი აქვს, მაგრამ 4 ხელში სხვადასხვა თანმიმდევრობით უკავია სიმბოლოები: ნიჟარა, კვერთხი, ლოტოსი და დისკი. იმისდა მიხედვით, თუ როგორი თანმიმდევრობით უკავია ხელებში ეს სიმბოლოები, სხვადასხვა ფორმებს, სხვადასხვა სახელები ჰქვიათ. ყოველი ეს ფორმა ერთიანია კრიშნასთან, ამიტომ არჯუნას სურს კრიშნას 4-ხელიანი ფორმის ხილვა. ლექსი 46. ო სამყაროსეულო ფორმა, ო 1000-ხელიანო უფალო, სურს ვიხილო შენი 4-ხელიანი ფორმა, მუზარადით ცავზე, კვერთხით, ბორბლით, ნიჟარითა და ლოტოსის ყვავილით ხელებში, შენი ამ ფორმის ნახვა მსურს. განმარტება. ბრაჰმა სამჰიტაში დადასტურებულია, რომ უფალი მარადიულად იმყოფება თავის ასობით და ათასობით ფორმებში, რომელთა შორისაც მთავარია რამა, ნრსიმჰა, ნარაიანა და სხვა. არსებობს ღმერთის ურიცხვი ფორმა, მაგრამ არჯუნა მიცოდა, რომ კრიშნა თავდაპირველი პიროვნებაა, რომელსაც თავისი სამყაროსეული დროებითი ფორმა ჰქონდა მიღებული. ახლა იგი თხოვს კრიშნას უჩვენოს ნარაიანას ფორმა, რომელიც სულიერი ფორმაა. ამ ლექსში უეჭველად არის დადასტურებული შრიმად ბჰაგავატამის მტკიცება, რომ კრიშნა ღმრთების თავდაპირველი პიროვნებაა და რომ ყოველი დანარჩენი ფორმა მისგან იღებს სათავეს. იგი არ განსხვავდება თავისი სრული ექსპანსიებისგან და თავის ნებისმიერ ურიცხვ ფორმაში ღმერთად რჩება. ყოველ ამ ფორმაში ყმაწვილივით ნორჩია. ეს არის ღმრთების უზენაესი პიროვნების განუყოფელი ნიშან-თვისება. ვინც კრიშნას იცნობს, უმალ თავისუფლდება მატერიალური სამყაროს ყოველგვარი სიბინძურისგან. ლექსი 47. ღმრთების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ჩემი შინაგანი პოტენციით, სიხარულით გიჩვენე ეს უზენაესი სამყაროსეული ფორმა.
ამ მატერიალურ სამყაროში. შენამდე არავის უნახავს ეს უმაღლესი ფორმა, უსასრულო და თვალის მომჭრელი სიკაშკაშით აღსავსე. განმარტება. არჯუნას უზენაესი უფლის სამყაროსეული ფორმის ხილვა სურდა. ამიტომაც უფალმა კრიშნამ თავისი ერთგულის არჯუნასადმი წყალობის გამო უჩვენა იგი, ბრწყინვალებითა და სიდიადით აღსავსე. ეს ფორმა მზესავით ბრწყინავდა და მისი ურიცხვი სახეები სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს. კრიშნამ გამოავლინა ეს ფორმა, რათა თავისი მეგობრის არჯუნას სურვილი აესრულებინა. კრიშნამ ეს ფორმა გამოავლინა თავისი შინაგანი პოტენციით, რომლის გამოანგარიშებაც ადამიანის მსჯელობისთვის მიუწვდომელია. არჯუნამდე არავის უნახავს უფლის ეს სამყაროსეული ფორმა, მაგრამ რა კი კრიშნამ ეს ფორმა არჯუნას გამოავლინა, ზეციურ პლანეტებზე და კოსმოსში მყოფი ერთგულებით ხედავდნენ მას. მათ აქამდე ნანახი არ ჰქონდათ, მაგრამ არჯუნას გამო მათაც იხილეს იგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფლის ყოველი მოწაფე ერთგული ხედავდა სამყაროსეულ ფორმას, რომელიც არჯუნას კრიშნას წყალობით გამოევლინა. ვიღაცას უთქვამს, რომ კრიშნამ ეს ფორმა დურიოთანასაც უჩვენა, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მივიდა მასთან. საუბედუროდ, დურიოთანამ უარი თქვა მშვიდობაზე, მაგრამ ამ დროს კრიშნამ ზოგიერთი მისი სამყაროსეული ფორმა გამოუვლინა მას. მაგრამ ეს ფორმები განსხვავდება არჯუნასთვის ნაჩვენები ფორმისგან. გარკვევით არის ნათქვამი, რომ ეს ფორმა აქამდე არავის უნახავს. ლექსი 42. ო კურუს მეომართა შორის საუკეთესო, შენამდე არავის უნახავს ჩემი სამყაროსეული ფორმა, რადგან არც ვედების შესწავლით, არც მსხვერპლშეწირვებით, არც ქველმოქმედებით, არც მკაცრი ეპითემიებით არ შეიძლება მატერიალურ სამყაროში ჩემი ამ ფორმის ხილვა. განმარტება. სწორად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ამ მიმართებით ღვთაებრივი ხედვა. ვის შეიძლება ჰქონდეს ღვთაებრივი მხედველობა? ღვთაებრივი ნიშნავს ღვთისმოსავს. ნახევარღმერთთა ღვთაებრიობის დონის მიღწევის გარეშე შეუძლებელია ღვთაებრივი მხედველობის ქონა. და ვინ არის ნახევარღმერთი? ვედურ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ უფალი ვიშნუს ერთგულები ნახევარღმერთები არიან. ათეისტებს, ანუ მათ, ვისაც არ სწამთ ვიშნუსი, ანუ ვინც კრიშნას უპიროვნო ნაწილს ცნობენ, მხოლოდ უზენაესად ვერ ექნებათ ღვთაებრივი მხედველობა. ვინც თავად ღვთაებრივი არ გახდება, მას ვერ ექნება ღვთაებრივი მხედველობა. შეუძლებელია ერთდროულად კრიშნას გაკიცხვა და ღვთაებრივი მხედველობის ქონა. ღვთაებრივი მხედველობის განვითარება შეუძლებელია, თუკი თავად არ გახდებით ღვთაებრივი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვისაც ღვთაებრივი მხედველობა აქვს, მათაც შეუძლიათ არჯუნასავით დანახვა. ბჰაგავად გიტაში აღწერილია სამყაროსეული ფორმა, თუმცა ეს აღწერილობა არჯუნამდე არავინ იცოდა, ამ შემთხვევის შემდეგ რაღაც წარმოდგენა შეგვექმნა მასზე. მათ, ვინც ჭეშმარიტად ღვთაებრივნი არიან, შეუძლიათ უფლის სამყაროსეული ფორმის დანახვა, მაგრამ ღვთაებრივი ვერ იქნება ის, ვინც კრიშნას წმინდა ერთგული არ არის. მიუხედავად ამისა, ერთგულებს, რომლებიც ღვთაებრივ ბუნებას მიეკუთვნებიან, ან ღვთაებრივი მხედველობა გააჩნიათ, დიდად არიზიდავს უფლის სამყაროსეული ფორმის ხილვა. როგორც წინა ლექსებში იქნა აღწერილი, არჯუნას უფალი კრიშნას ოთხელიანი ფორმა ვიშნუს სურდა ეხილა და სინამდვილეში ეშინოდა სამყაროსეული ფორმისა. ამ ლექსში არის ზოგიერთი მნიშვნელოვანი სიტყვა, როგორიც არის ვედა იაჯნადჰია იანაიხ, რაც ვედური ლიტერატურისა და მსხვერპლშეწირვათა რეგულაციების შესწავლას ეხება. ვედები ნიშნავს მთელ ვედურ ლიტერატურას, როგორიცაა 4 ვედა, რგ, იაჯურ, სამა და ათარვა და 18 პურანა, უპანიშადები და ვედანტა სუტრა. მათი შესწავლა შეიძლება სახლშიც და სხვაგანაც. სწორედ ასევე არსებობს სუტრებიც, კალპა სუტრები, მიმამსა სუტრები, მსხვერპლშეწირვათა მეთოდების შესასწავლად. დანაი ნიშნავს ქველმოქმედებას, რომელიც ღირსეული პიროვნებისთვის სრულდება, კერძოდ მათთვის, ვინც უფლის ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახურით არიან დაკავებული, ბრაჰმანებისა და ვაიშნავებისთვის. სწორედ ასევე, ღვთისმოსავი საქმიანობები ნიშნავს აგნი-ჰოტრას და სხვადასხვა კასტებისათვის დაწესებულ მოვალეობებს. სხეულის უსიამოვნებათა ნებაყოფილობით მიღებას ეწოდება
ტაპასია. ამგვარად, ადამიანმა შეიძლება შეასრულოს ყოველივე ეს, გაიაროს სხეულის ეპითემიები, გასცეს მოწყალება, შეისწავლოს ვედები და სხვა, მაგრამ თუ კი ისეთი ერთგული არ არის, როგორიც არჯუნაა, ვერ დაინახავს სამყაროსეულ ფორმას. იმპერსონალისტებსაც გონიათ, რომ უფლის სამყაროსეულ ფორმას ხედავენ, მაგრამ ფაგავად გიტა და მგებულობთ, რომ იმპერსონალისტები ერთგულები არ არიან, ამიტომ არ შეუძლიათ უფლის სამყაროსეული ფორმის დანახვა. არსებობს მრავალი ადამიანი, რომლებიც ინკარნაციებს იგონებს, ისინი რომელიღაც უბრალო ადამიანს მცდარად აღიარებენ ინკარნაციად, მაგრამ ეს სრული სისულელეა. ჩვენ უნდა გავყვეთ ფაგავად გიტას პრინციპებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივიღებთ სრულყოფილ სულიერ ცოდნას, თუმცა ფაგავად გიტა ღმერთის მეცნიერების შესწავლის წინა ეტაპად ითვლება, იგი იმდენად სრულყოფილია, რომ საშუალებას აძლევს კაცს გაიგოს ჭეშმარიტება. ფსევდოინკარნაციათა მიმდევრებმაც შეიძლება განაცხადონ, რომ მათაც ღმერთის ტრანსცენდენტული ინკარნაცია, სამყაროსეული ფორმა უნახავთ, მაგრამ ეს მიუღებელია, ვინაიდან აქ გარკვევით არის ნათქვამი, რომ თუ კი ადამიანი კრიშნას ერთგული არ გახდება, ღმერთის სამყაროსეულ ფორმას ვერ დაინახავს. მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი კრიშნას წმინდა ერთგული უნდა გახდეს, შემდეგ უფლება აქვს განაცხადოს, რომ შეძლებს იმ სამყაროსეული ფორმის ჩვენებას, რაც მას უნახავს. კრიშნას ერთგული ვერ აღიარებს ცრუ ინკარნაციებსა თუ ცრუ ინკარნაციათა მიმდევრებს. ლექსი 49. შენ შეგაშფოთა და საგონებელში ჩაგაგდო ამ ჩემი საშინელი ნიშანთვისების ხილვა. დაებოლო მოეღოს ამას, ჩემო ერთგულო, კვლავ განთავისუფლდი ყოველგვარი მღელვარებისგან, დამშვიდებული ჭკუით, ახლა იმ ფორმას იხილავ, რომელიც გსურს. განმარტება. ფაგავად გიტას დასაწყისში არჯუნა ღელავდა ფიშმასა და დრონას თავისი სათაყვანებელი ბაბუისა და მოძღვრის მოკვლის გამო, მაგრამ კრიშნამ თქვა, რომ საჭირო არ არის მისი ბაბუის მკვლელობის გამო შიში. როდესაც დრიშტარაშტრას შვილები კურუთა თაყვილობის წინაშე დრაუპადის გაშიშვლებას ცდილობდნენ, ფიშმას და დრონას სიტყვას არ დაცდენიათ და მოვალეობის ასეთი უგულვებელყოფის გამო სიკვდილს იმსახურებდნენ. კრიშნამ უჩვენა არჯუნას თავისი სამყაროსეული ფორმა, რათა დაერწმუნებინა, რომ ეს ხალხი თავიანთი უკანონო მოქმედების გამო უკვე მოკლული იყო. ეს სცენა არჯუნას იმიტომ ეჩვენა, რომ ერთგულები მშვიდობიანები არიან და ასეთი საშინელი საქმეების ჩადენა არ ძალუძთ. სამყაროსეული ფორმის გამოცხადების დანიშნულება უკვე ახსნილი იყო. ახლა არჯუნას ოთხხელიანი ფორმის ხილვა სურდა და კრიშნამ უჩვენა იგი, ერთგულს დიდად არ აინტერესებს სამყაროსეული ფორმა, ვინაიდან მასთან სიყვარულის გაცვლა არ შეუძლია. ერთგულს ან მოწიწემით თაყვანისცემის გამოხატვა, ან კრიშნას ორხელიანი ფორმის ხილვა უნდა, რათა ორმხრივი სასიყვარულო სამსახური მიუძღას ღმრთეების უზენაეს პიროვნებას. ლექსი 50. სანჯაიამ უთხრა დრიშტრაშტრას. არჯუნასთვის ამის თქმის შემდეგ, ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, კრიშნამ გამოავლინა თავისი ოთხხელიანი ფორმა და ბოლოს თავისი ორხელიანი ფორმა უჩვენა, რითაც გაამხნევა შეშინებული არჯუნა. განმარტება. როდესაც კრიშნა ვასუდევასა და დევაკის შვილად მოევლინა, თავიდან ოთხხელიანი ნარაიანას სახით ეჩვენა, მაგრამ მშობელთა თხოვნის შემდეგ, გარეგნულად ჩვეულებრივ ბავშვად გადაიქცა. სწორედ ასევე, კრიშნამ იცოდა, რომ არჯუნას არ აინტერესებდა მისი ოთხხელიანი ფორმა, მაგრამ რა კი არჯუნამ მოისურვა მისი ოთხხელიანი ფორმის ხილვა, კრიშნამ ეს ფორმაც უჩვენა და შემდეგ ორხელიანი სახით მოევლინა. როდესაც კრიშნა აქ იმყოფებოდა, ყველა მოჯადოებული იყო უბრალოდ კრიშნას ფორმით და ვინაიდან კრიშნა სამყაროს გამგებელია, მან მოსპო თავისი ერთგულის, არჯუნას შიში და კვლავ თავისი მშვენიერი ფორმის კრიშნას სახით ეჩვენა. მხოლოდ მას, ვისაც თვალებზე სიყვარულის მალა მოუსვია, შეუძლია შრი კრიშნას მშვენიერი ფორმის დანახვა.